კასპიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 14 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელყვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერი შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლითაა დაწყებული. რაჭაში ცხოვრობდა ქალი და მე ახლა ტაქსა უხონია. წამიყვანია რაჭაში მაქალთან მივიყვანია. ვიცი ბაბუი. როგორც ამბობენ, ნაჯახით მოკლაო და მილიციამ რომ მოკლაო, მერეო დაურეკიაო ბათუმში ორავე ვიღაცა ამხანაგით და იმის ვინ უთქვიაო რომ მოვკალიო. და იმასთან გადმოურეკია კასპში მილიციასთვინა და მაშინვე მოსულან. და რო შესულან უნახიათ ნახევრად შიშველი, მკვდარი ქალი იატაკზე დგებულა. გაიქცა მე სადღაც წავიდა ჭადაში დაიჭირეს მენტს აიყარეს. ეგენი ხანსად მოთამბარე ხალხია და სადარი ამ დღიდან აღარ მე არ ვიცი.